ხა ჩვენს ეთერში ტექნოლოგიური სიახლეების დროა და ასპარეზს უთმობთ თემუკა მოსულიშვილს, რომელმაც გუშინ საშინელი ტრავმა გადაიტანა და აბა აჩვენე მაყურებელს. აი. და მიუხედავად ამისა დღეს ჩვეული სიმხნევით წარმოგიდგენთ ტექნოლოგიების ახალ ამბებს. აბა იოშტობის მოგესალმებით. თქვენ მოგესალმებით მაყურებელს. დღეს ახლა სამი სიუჟეტი გადიოდა, საუბრობდით ამ თემაზე და ხელოვნური ინტელექტით დატვირთული დილა გვაქვს. თუმცა პრინციპში როგორც ყოველი სამშაბათი დილა. ნუ პირდაპირ საქმეზე გადავალ. სემ ოლტმენმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ცნობილი იუთუბერ ქალბატონს კლეო ქვია ამ ქალბატონს მისცა ძალიან ვრცელი ინტერვიუ, სადაც ძალიან ბევრ ამაზე ელაპარაკა. თუმცა რა იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემთვის და ყურადსაღები. ის ეძახის, რომ ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტი ასრულებს სტანდარტული და რუტინული სამუშაოების 1%-ს. თუმცა ის ფიქრობს და ვარაუდობს და მის ვარაუდი მნიშვნელოვანი არის, რომ ძალიან მალე ხელოვნური ინტელექტი შეიძლება შეასრულოს 30-დან 40%-მდე იმ ყოველდღიური და რუტინული საქმეების, რასაც აკეთებს ადამიანის სამუშაო ადგილას. და ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ხელოვნური ინტელექტი საბოლოოდ ძალიან მალე უკვე მიაღწევს სუპერ ინტელექტის დონეს. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ხელოვნური ინტელექტი თავისი ჩაშვებიდან დღემდე ეტაპები აქვს გავლილი. იყო პირველი ეტაპი, მეორე, მესამე და ბოლო ეტაპი, უკვე როდესაც ხელოვნური ინტელექტი ის ხდება, რასაც სამეცნიერო ფანტასტიკა გვიქადის ამდენი წლის განმავლობაში, არის სწორედ სუპერ ხელოვნური ინტელექტი. და ის ამბობს, რომ ამას დაახლოებით 60 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი მიაღწევს, ზუსტი მისი სიტყვები იყო, ChatGPT-ის მეხუთე ვარიანტი, ან ChatGPT 5 უკვე ძალიან ბევრ ადამიანზე ძალიან ბევრად ჭკვიანი არის, მაგალითად ჩემზე ბევრად ჭკვიანი არის, ესე იძახის. რა თქმა უნდა, რომ არ განვადიდოთ ეს პიროვნება, ის საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და მასე ჭკვიანი უკვე ბევრ ამას ნიშნავს. არის კიდევ ერთი საინტერესო ცოტა უფრო განათლების კუთხით რომ წავიდეთ. იცი რა მაინტერესებს უბრალოდ რომ მაინც რა სფეროებია რისკის ქვეშ, მოდი რომ ვთქვათ, ასე შეგვიძლია რომ ვთქვათ და ჯერჯერობით, აი როგორც საუბრობდი, ჯერჯერობით. თუმცა არავინ არ იცის რა იქნება პირობითად 5 წლის მერე. ჯერჯერობით რისკის ქვეშ არის რუტინული სამუშაოები, რასაც ყოველდღიურად ადამიანები ვაკეთებთ ბევრი ფიქრის გარეშე პირდაპირ ვთქვათ. ნუ შეიძლება რაღაც აი ბუღალტერიაში რაღაც კონკრეტული საქმე მაგალითად და ასე შემდეგ. თუმცა მანუალურ ჯერჯერობით ვერ აკეთებს, იმიტომ რომ რობოტები ჯერ კიდევ არ არიან ეგეთი დახვეწილი. თუმცა ძალიან მალე დიდი ალბათობით ყველა საქმეს დაემუქრება საფრთხე. თუმცა ეს ძალიან მალე როდის მოვა, არ ვიცით. აი ზუსტად ახლა მაგაზე რომ გადავიდე. შემდეგი ამბავი არის, რომ როგორ უფასურდება ხელოვნური ინტელექტიდან გამომდინარე. აბა შეგაწყვეტილი, მანუალურ იმას ვერ ასრულებენო. როგორ აი 3D-ში ჩამოსხმული განდაკებები რო ნახო რა, უკვე ის არ არის, ეს 3D უკაცრავად. ეს უკვე ერთი ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ შორს აღარ დგას. თუმცა სწორი ხარ ჯონი. ძალიან შავად ჩინეთში არის ეგრეთ წოდებული ბნელი ქარხნები. ახლა გამახსენდა და რატო ეძახიან ბნელ ქარხანას? იმიტომ შუქი არ არის ქარხანაში, იმიტომ რობოტები მუშაობენ. და არ არის შუქის საჭიროება, ამიტომ არც თუ ისე შორი არის, რომ მანუალური რუტინული საქმეც ჩაანაცვლოს ხელოვნური ინტელექტი. თუმცა უფრო აი უშუალო რისკის ქვეშ დგას ყოველდღიური აი საოფისე საქმეები, რომელსაც ძალიან მარტივ უკვე აკეთებს რეალურად, რომ ჯერჯერობით ადაპტირებული არ არის სამუშაო პროცესში, ისე იმიტომ რომ ხალხი მაინც ბოლომდე არ ენდობა, თორე ChatGPT მაგალითად უმეტეს მანუალურ საქმეს ეხაც ძალიან მარტივად გააკეთებს. აი დოკუმენტის დამუშავება იქნება თუ დასკვნის გამოტანა თუ პრეზენტაციის აწყობა, ამას უმარტივესად პირობას გაძლევს. თან სიბნელეში. შუქის ფული დაიზოგე. ყველაფერთან ერთად. შემდეგი თემა არის, რომ როგორ მოვახერხოთ და რა მიმართულებით უნდა გადავაიარაღოთ ჩვენი ბავშვები, იმიტომ რომ ტრადიციული დიპლომი ნელ-ნელა ფას კარგავს. ესეც საკმაოდ რთული საკითხი არის და ალბათ ბევრი მშობლისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მანუალური საქმეების ავტომატიზაცია პირობითად. აქაც გვირჩევენ აკადემიკოსები და Economic Times-ის მწერალი, სტატიის ავტორი, ანუ რომ უფრო მოვახდინოთ ბავშვების კონცენტრაცია კრეატიულ საქმეზე, ანუ კრეატიულ ინდუსტრიებზე, სადაც ჯერჯერობით და სავარაუდოდ აქ უკვე წყნარად შეგვიძლია ვიყოთ დიდი ხნით ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ვერ დაეწევა, იმიტომ რომ კრეატივის სიმულაცია ჯერჯერობით ვერ ახდენს. თუმცა იქაც რა თქმა უნდა საჭირო იქნება თანაარსებობა ხელოვნური ინტელექტთან, ანუ სწორი ბრძანებების მიცემის უნარი იგივე იმ კრეატიული ადამიანისთვის იქნება ეს პირობითად ვებსაიტის დიზაინი, თუ მხატვრობა, თუ გრაფიკული დიზაინი, თუ ასე შემდეგ. თუმცა ესეთ პროფესიები მაგალითად როგორც გრაფიკული დიზაინი ბევრად უფრო ინტენსიურად არის დამოკიდებული კომპიუტერებზე, აქედან გამომდინარე ისევ და ისევ თანაარსებობა აუცილებელი იქნება ხელოვნურ ინტელექტს. ეს მაგალითად ძალიან კარგი ახალი ამბავია შენგან წამოსული, რომ ადამიანს მაინც ვერ დაეწევა. რა გამახსენდა იცი? ეს არის ერთ-ერთი ახალი წელი მოგვილოცა იაპონურმა ანსამბლმა მრავალჯამიერი გვიმღერა. გადასარევად იმღერეს და მაშინ კითხეს ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომ ხო არ არის იმის საშიშროებაო, რომ უცხოელები ჩვენზე უკეთესად იმღერებენ, რომ
ქართულ ხალხს გამორიცხული ამას ქართველი ჭირდებაო. ისევე როგორც ახლა ადამიანზე ავიდე რომ რაც არ უნდა მოხდეს ეს დამაიმედებელი ამბავია. ხო, აი შემოქმედება მაინც ის სფერო რჩება, სადაც ყველაზე ნაკლებად შემოქმედება და მაღალ ინტელექტუალური შრომა. ჯერჯერობით მან მოიკოშრებს, თუმცა სუპერ ინტელექტამდე თუ მივედით, კაც მაინც ის რა იქნება. თუმცა აი კიდე იმედზე სადაც თქვით ერთ რაღაცას გეტყვით კიდე. ამ ზაფხულს მაგალითად გამოჟონა ჯერჯერობით ინფორმაციებმა, ესე ჭორის დონეზე მიყვარს ხოლმე რაღაცების თქმა. ხელოვნური ინტელექტის ეს ბაბლი ეს აღტაცება ხელოვნური ინტელექტით რამაც შეიპყრო სამყარო უდაოდ ბოლო არ ვიცი ამ 5 წლის განმავლობაში შეიძლება ცოტა ნაკლები ნელ-ნელად სივდება და ნელ-ნელად ძალიან ნელ-ნელა თუმცა ეს ექსპერტები უკვე ამაზე ლაპარაკობენ იმიტომ რომ რაღაცეებში ისეთი ძლიერი ვერ გამოდგა როგორცაც ამას ვარაუდობენ რაღაც პროფესიები და რაღაც საქმე ისე ეფექტურად ვერ აითვისა იმიტომ რომ პრომო ვიდეოში და სარეკლამო ვიდეოში რაღაცას როდესაც ნახავ ერთიანი მაგრამ როდესაც უკვე უშუალოდ სამუშაო პროცესში ახდენენ ინტეგრირებას ხელოვნური ინტელექტის ძალიან ბევრი პრობლემა აღმოაჩინეს რამაც გამოიწვია და ამბობენ რომ გამოიწვევს სააქციო ფასების ვარდნას და ასე შემდეგ თუმცა ეს ძალიან დიდი თემა არის უცებ გეტყვით ბოლო ამბავს და ამით დავამთავრებ ჩემი მომდევნო ტექნოლოგიური ესეც მნიშვნელოვანი ხელოვანი ადამიანებისთვის წერლების წიგნებით ასწავლიდან ხელოვნურ ინტელექტს დასკვნების გამოტანას და ინფორმაციას ასწავლიდან მოკლედ წერლების წიგნებით. ერთ-ერთმა წერილმა აღმოაჩინა, რომ მის წიგნზე იყო დატრენინგებული ხელოვნური ინტელექტი მისი უფლების გარეშე. უჩივლა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropics, ზუსტად როგორ მიხვდა რომ მის წიგნზე იყო არ მკითხოთ, არა მაქვს ამაზე პასუხი, თუმცა მიხვდა ეს ადამიანი, თქო ძალიან ნიშნავს. ხონდა რაღაცა სიტყვები ეთყობა ისეთი დახმარე რომ პირდაპირ გადაიტანა. მან მისი თანამოაზრეები შემოიკრება, ანუ წერლები უჩივლეს და თითო წიგნში $4,000 იხდის Anthropic-ი, რაც $1.5 გადახდა მოუწია. ეს ძალიან დიდი ამბავი არის ინტელექტუალური საკუთრების თვის, იმიტომ რომ ეს გამოვიდა რომ ხელოვანი ადამიანების პროდუქტს, რასაც მოიხმარს ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ მომავალში ყველა შეუძლია კომპენსაცია მოითხოვოს. ყველაზე დიდი საშიშროება რატომღაც ასე მგონია თამუკა რომ მაინც კინოსამყაროს ემუქრება. მეც გეთანხმებით. ძალიან დიდი საშიშროება. ის კი არა ხალხმა რომ ნახა, ერთი წელი არ არის, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწე როგორც ეკავდა შალახოს პარლამენტის ხდომაზე, ბევრს ეგონა რომ ეს მართლა ასე იყო. ხო არა და ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო თემუკა მოსულიშვილი თავის დაზიანებული თითით. ეხლა კი რეკლამის გამოჯამწელებას გისურვებთ თემუკა დროებით დაგემშვიდობებით და